Salam მეგობრებო, გიბრუნდებით ისე Marvel Legendaries სამყაროდან და ამჯერად წამოვიდგენთ Weapon X სეტის ბოლო Masterminds, რომელიც გახლავთ Romulus-ი. Romulus-ი არის მე რამდენადაც მახსოვს კომიქსებიდან ტიპი, რომელიც უფრო ძლიერია იდეაში ვიდრე Wolverine-ის, საბეთოთის და სხვა ყველა მსგავსი არსებაც. Romulus-ის Mastermind-ი გვეუბნება ასეთ რაღაცას, ნუ რამდენად Mastermind-ი არის, საერთოდ ამ სეტში ისეთი Mastermind-ებია, არც ერთ ჭკუარ მოეკითხება, მაგრამ მოკლედ Romulus-ის შედარებით ყველაზე მაინც ისეთი ბოსი მაინც არის, თუმცა Mastermind ნაკლებად ქვია, მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა, 900 სიცოცხლე აქვს Romulus, 6 victory point-ი აქვს და Weapon X sequence-ი აქვს თვითონ. ყოველთვის ხელმძღვანელობს Weapon Plus. მასაც რა გზა თვითონ მოთამაშემ უნდა გამოავლინოს უფრო დიდი Weapon X sequence-ი ვიდრე Romulus ექნებაო და თუ არ ექნება, მაშინ რუნც აიღებს. შემდეგ თუ მეხუთე სტრაიკი ამოვიდაო, მაშინ ეს სტრაიკი გადაიქცევა Skim Twist-ად, ოღონდ და იმ წუთში მიიღებს, ანუ თავის ეფექტს იმ წუთში განახორციელებს. ანუ დიდი განსაკუთრებული არაფერი, დამატებითი Skim Twist-ია ჩავთვალოთ მეხუთე მასზე სტრაიკი და მანამდე Weapon X sequence-ში ვეჯიბრებით, ანუ უნდებს ვიღებთ. შედარებით წინა Mastermind-თან, რომელიც იყო Omega Red, რომელიც უნდებს ისე გვაძლევდა ტყილა, რა ვიცი, მაგას შედარებით ბევრი არაფერია. თუმცა სიცოცხლე შეიძლება ავიდეს 15-ზე, ან რა ვიცი, ახლა 0-იან, ხო, 5 კარტია სულ 15-ზეა, მაქსიმუმ 5 კარტის სიცოცხლე ემატება. თაჯ 14-ზეა, მეცე რა ვიცი. Skim Twist-ი გახლავთ Wipe Heroes Memories, 6 twist-ი ჩაშეხილი დასტაში. Twist-ი გვეუბნება, რომ you forget your past. ესაა twist-ი. თუ ყავსო შენს Victory Pie-ში ნებისმიერი ვილენი ან ტაქტიკი სახით ზევითო, მაშინ ერთ-ერთ მათგანი დადები Victory Pie-ში სახით ხვევითო და მე ეს twist-ი ჩაჩეხე ისე ვილენ დეკში და მე ახალი კარტი ითამაშეო. თუ არ აყავს სახით ზევით ვილენი ან ტაქტიკიო, მაშინ ეს მიდევი Skim Twist-ების გვერდზე, როგორც Total Memory Wipe-ი, ანუ გონების სრული გაწმენდა. და სპეციალური არის რომ face down კარტები Victory Pie-ში ქულას არ გაძლევენ, სტანდარტ თამაში ბოლო არ მოვაო და ასევე მოთამაშეა ივილი გაიმარჯვებს თუ 4 total memory wipe აღმოჩნდება აქ. ანუ 6-დან 4-ჯერ თუ ისე მოხდება რომ არც ერთი ვილენი არ გვეყოლება ჩვენ სახით ზემოთ, ჩვენს Skim Twist-ში, შესაბამისად ვერაფერსაც ვერ ვიზამთ. ანუ დიდი შანსი არის რომ თავიდან ამოგვიდოს 4 twist და ეგრევე წავაგოთ. შანსი არის. კარგი, ამჯერად მე ვიწყებ და ამჯერად დასტაში ჩავჩახეთ კიდევ ერთი პერსონაჟი X-Men-ების სამყაროდან, კიდევ ერთი გოგო, Psylocke და ამ შემთხვევაში ეს არის Weapon 13, Phantom X-ის ოთხღირებულები ბარათი, ერთ შეტევა აქვს და Weapon sequence-ი აქვს. ეკბარათი თვითონ და ეკბარათსაც გვეუბნება რომ you may KO one of your cards that has the same costs as any of your other cards. Okay. Kādi ar mūsu es? Reāli skāps man goni, nu viss. 4-იანი, arī, zogādāt Phantom X kartevi diapēnevie. Ai, nu, es parāti vicit, Future of the Warfare, Phantom X-is ordirevuleviani, 3 Brains-i, Weapon X-is, anu იგივე Wolverine-ის Violent Conditioning და Phantom X-ის სამღერებულებიანი. ხო, გეუბნება, 1-1-იანი, 2-იანი, 3-იანი, 4-იანი, რე არის, სავარაუდოდ. ხო, რეალი არ იქნება გული. Forse დავაკვირდეთ, რეალი აწედია სადმე? არა, რეალი ამას აწერია ბრატებს. რეალი რო გაარჩიო, ანუ ეს უნდა იქონდეს სლიანად სუფთა. ზედანაწილიც უნდა, ანუ ამას ხო ბორდ გვერდებზე აყვება ხოლმე კანტებით, ამას არ აყვება. ანუ მაგითი განსხვავდება ხოლმე რეალები რა. ნახოთ. აი, მე ვიწევ ამჯერად თამაშს. კი ბატონო, და შემოდის Thorny, ემბუშე, ხო, ფერალი ჯერჯერობით არ მოგვიკლია, ასე რომ მობატიო, Berserk-ი აქვს მაგას ხო? Berserk-ი აქვს. და Thorny-ს და სამწუხაროდ მე მაქვს 4 შეტევა. და უეჭველი არ მექნება ჩემს დასტაში შეტევა, იმიტომ მეტი შეტევა რეალურად არ მაქვს, ამიტომ Thorny-ს უეჭველი მოკლავ. 4 დარტყმა Berserk-ისთვის გადავაგდებ და უეჭველი იქნება. რეკრუტი, 4 დარტყმით Thorny მოკვდა. Fighter, draw the card you berserked, კი ბატონო, ეს იქნება ჩემი რეკრუტი გამოდის 3 რეკრუტად შევიძენ. რა სტრატეგია გინდა? Phantom X-ი გინდა კიდე? იდეაში Phantom X-ი ორივე გჭირდება, იმიტომ რომ
ამას უნდა მოვუგოთ ხოლმე თუ ბუნდების აღება არ გვინდა. თუ ბუნდების აღება კიდია, მაშინ რა აღნიშნულია საერთოდ. მე მგონი დიდი შანსია რომ კაი ბუნდები ამოვიდეს ამიტომ. ხო, მაშინ რა ვიცი. სამიანი, ორიანი, მოდი ამას ავიღებ. ამ ორიანს ავიღებ, მაგრამ სამი ღირებულები, სამი ფული მომდის, ხო? წვანების სტратегიით არავის არ უთამაშია ისე მე მგონი აქამდე. არ ვიცი, სამიანი, ერთი სამიანი, ორი სამიანი. კაი, ამ სამიანს ავიღებ და ამით მოვრჩები. Psylocke-ის ამოვიდა კიდევაც Precognition, ორი რეკრუტი აქვს, სამი ღირებულებაც წითელი ბარათია. Reveal the top card of your hero deck. You may recruit it this turn. If you do, draw a card. შვენიერი კარტია. სამი ღირებულებია. ამოვიდა Bloby, ეს არის ვილენების ჯგუფი. ძველი ვილენების ჯგუფი Brotherhood-ის. 4 შეტევა აქვს და თუ Blobs ვერ დაამარცხებ, თუ არ ყავს X-Men hero შენს დასტაშიო და ჩვენ X-Men hero მერამდე თამაშობს არ აყავს სანამ არ ვიყიდით მაგერ ამას. საწუხაროა, იმიტომ რომ 4 შეტევა მაქვს და ვერ ვიყენებ. პირდაპირ ამოვიდა. მე ვიყიდი sidekicks. იმიტომ რომ არ ვიყიდი იმას. Phantomax არ გინდა? არ მინდა. ბატონო. არ მომწონს Phantomax-ის თვითონ პერსონაჟი. ბატონო. მაშინ მე გეთქვა და მე ვიყიდი ყველა Phantomax. კარგი, შემდეგ შემოდის Wild Child-ი, რომელსაც აქვს სამი ბერზერკი და სხვა მეტი არაფერი ამ წუთში. მოკალი. მე მაქვს 2 შეტევა, ვერაფერი მოკლავ და 5 რეკორდი. ესე იგი, შენ Phantomax-ი არ გინდა. აი, Phantomax-ი შენ თუ არ გინდა, მაშინ მე ვიყიდი ამ 4-იანს. ერთიანი თუ ამოვიდა, ძალიან გამხარდება, მაგრამ არ ამოვიდა. ამიტომ მოვჭა ჩემისვლა. Phantomax-ის ყველაზე კარგი ბარათი ერთიანელია. Master Strike-ი. დაგუჭირდება ცოტა. ხო, Master Strike-ზე ახლა მაგას აქვს 2-3, ანუ პლუს 2 აქვს. ჩვენ დროშად 2 აქვს. მე ერთი მაქვს უაჭველი. 1-2-3. ხო, მეც ერთი მაქვს, ესამეცად მეც უცვლებ. შეინჯერი. მე მაქვს 6 ფული. ოკეი. ეს რა შვება ორი წამი? ორი რეკრუტს გაძლევს ზედაბარათს ნახულობ, თუ ყიდულობ, რო კარს აკეთებ. ანუ შემილია ეგრევე ვიყიდო? კარგი. კიდევ აქვს 3 ფული ისე. მინდა. ამას ავიღებ, რატომაც არა, ცუდი არაა. ბატონო. Skin Twist-ი. Skin Twist-ზე ზედაბარათი მე მაქვს, მაგრამ ჩემი ჯერია, ხო, each player არა. You forget if you have any ჩემი ჯერია და ჩემს თავზე ამოდის ვილენი. შესაბამისად მე ამას ამოვატრიალებ. გაგიმართლა. და ეს არ იმუშავებს. ეგ უკანში იმუშავებს და ჩაი ჩეხება ხო და ახალ კარტი უნდა ავიღო. ხო ასე? ახალ კარტი უნდა აიღო? იგი ახალ კარტი უნდა ვითამაშო. კი. Okay, შემოდის Yashida's კლანი, ეს არის ჰენჩმენები, რომელიც გვეუბნება რომ fights a discard the top card of your deck, then KO a hero from your discard pile. სულაც არა, მე ვითამაშებ 3 შეტევას და მაგ ჰენჩმენს დავამარცხებ. შემდეგ ზედაბარათს გადავაგდებ. და ახლა ჩემი discard pile-დან დავაქეიოებ ერთ გმირს. ეს გმირი იქნება სავარაუდოდ შეტევის კარტი. აგერ წავიდა. თუ რეკრუტის ჯობია, არა შეტევის. რომელი ჰირო არ არის ამაში? 3 რეკრუტად მე შევიძენ. რა Phantomax-ები არ მინდა შენ? სამიანი, ორიანი ნაყიდი მაქვს, ერთი კიდე მინდა სამიანის ყიდვა. სამიანი წითელი დიდად არ მინდა. მწვანე შემნია რომ ბერსერკზე ავაწყო წითელი ბარათი მაქვს კიდე ერთი. ამას მეგონი სეკვენსია აქვს 4-4-იანი, სამიანი. აი იყოს ეს სამიანი. რამდენიანია? ეს არის Butterfly effect-ი Psylocke-ის Piercing Energy აქვს. Piercing Energy არის ძალა, ან keyword-ი, რომელიც გვეუბნება რომ ამ შემთხვევაში ამას არ აქვს დარტყმა, ამას აქვს Piercing Energy. ამის გამოყენება შეუძლია პირდაპირ ვილენების victory points, ანუ 2 victory point-იანი ვილენი შეუძლია ეგრევე მოკლას მიუხედავად იმისა, რამდენია დარტყმა. იქ ჯინზე წითება თუ გაქვს, კიდე დამატებით ერთ სამკაი არაა? რა მithქვა თუ უნდა იყოს. Skin Twist-ი, შენ Skin Twist-ი არ აქვს, შესაბამისად აქ დაიდო ეს. კარგი, მე მაქვს 5 ფული და 3 შეტევა. ეს მეუბნება რომ ნახე, ესო არ მინდა ამის ღირა, მადლობა. და მაქვს 3 შეტევა. 3 შეტევად fail-ზე იმას რა აქვს 2 წამი.
აუ ის ძალიან კაი, ანუ არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამაზე მეტი არც მაგ ნაყიდი ვარ რაც ამიტომ რა მიდის შემი. ხო შემინდა მაინც ყიდვა იმას თუ დავარტყავ. ყიდვა შეგიძლია ჩაოლოლო. აი, ვურტყავ wild child, ბეზაკ. აი, უი, ეს უნდა დაქეიოდეს. ოკეი. აი, უნდა დაქეიოდეს. თქვა. Heroes ამბობს. თუ რას ამბობს? KO card discarded by wild child. Card. KO a card. ამისა KO გინდა? არა, 1/7 თურესო. ხოლმე მაშინა. ოკეი. იბატონ. აი დაქეიოდა. ოკეი. კაი, არა უშავს, ხუთფულად მე ამას ავიღებ. კარგი. შემოდის სტეიკენი. კარგი, ეს ბარათი მე უნდა ხო, ეს ბარათი შეიძლება მითამაში, ახლა უნდა ვითამაშო. ოკეი, все. Piercing energy როგორც ეთქი ისე არის, ხო? Piercing energy არის შეტევა, რომელიც არიყენებს შესატევი პერსონაჟის დარტყმის სიცოცხლეებს და იყენებს მის victory point-ებს. არა, მე ვამბობ, ანუ ეს თუ ავიღე მეორე, მაგალითად, შემილია, ხო? გამოვიყენო. ანუ 2+2. ხო, რა თქმა უნდა. ხო. და შემილია ასე მაგისაც დავაწყო. კი ბატონო. კარგი, 3 რეკრუტი მაქვს. შემდეგ სამწუხაროდ ეს weapon sequence არ მუშაობს, კარგი, ну ერთი weapon sequence მაგას გამოდის. შემდეგ ეს ორი შეტევა, ანუ ერთი შეტევა, სამი შეტევა. და ეს კარტი უნდა დავადის კარტი არ ვიცი. და სამი შეტევა და ერთი უნდი. სამი შეტევა. აქ ამას ხონდა რამდენი +1 ემატება. ნუ იმას აზრი არ აქვს ვერ დავარტყა, იმასაც ვერ დავარტყა, მაგრამ ერთით ვერ ვუწყო. 3 რეკრუტით. იმიტომ რომ ვიცი და ნახე მაგ ეს ბარათი და +1 შეტევა ემატება როგორც მინიმუმ wild child-ს რო დავარტყა. 3 რეკრუტით მე ვიყიდი Merows და ჩემი სხვა ვიც მორჩება. Psylocke ყვითელი ბარათია, Psychic Knife, Draw a card, Piercing Energy აქვს 0-იანი, მაგრამ თუ ყვითელი ბარათთან თამაშები +1 Piercing Energy სიდო. დიარა. ნიუკი შემოდის. მე ვერ კლავერავი სამსვლა შენ. არ ვიცი. ვითამაშოთ. კაი, მე მაქვს 5 ფული, მაგრამ ტეკ ბარათის ყიდვა მე მგონი შენ უფრო გაწყობს, ამიტომ არ ვიყიდი. რა ვიცი, piercing energy-ზე ავაწყობ მე სტრატეგიას. მეორე რამოა. კაი და ავიღებ, მოდი ამაზე ვიყო მაშინ. მაგის მინდა შენ. ისე ბლობი შემოდის. აი, ამას აქვს weapon sequence 2, 3, 1, 2, 3 +3 აქვს, ანუ 5-ზე გადის. მოდი ასე ვიზამ, მე ვიყიდი ერთიანს. კი ბატონო, ახლა დარჩა 2. ესე იგი, ამას დარჩა 4 სიცოცხლე. 1, 2, 3 და weapon sequence აქვს და 1 არის რეალურად, მაგრამ ნუ 4 შეტევა გამოვიდა სულ. ნიუკი მოკვდა. და ზედაბარათი ნახო. წვანე ბარათი. საერთოდ აქვს, შესაძლოა აფეთს არ დაემატა. ეგ მოკვდა და 2 რეკრუტი კიდე დამჭა, 2 რეკრუტად ვიყიდი ფანტომექს. კითხვა, X-Men Hero ხელში უნდა მქონდეს რომ მაგი მოკლა? კი ბატონო. მაშინ ვერ მოკლა ამ შეჯერა. License mesh. ტიპოid მე შემოვიდა. მაგას ამდენი აქვს? 3 და X-Men weapon sequence აქვს. ანუ რეალურად 1-ია. 1? 4 შეტევა, 4 სიოცხლე. აი მაგას მოკლავ. 4 შეტევა აქვს და 2 ფული. ჩემ. ეს არის ეს ხო? ლურჯია. ლურჯზე put a card you played this turn on top of your deck. ერთი კარტა შეგიძლიათ. ორტამი ეს შემილია, ნახო ჩემი top card-ი. ოკეი. ამას დავდებ თავზე. всё. ილურო პრამეს. 2 ფული მქონდა, ამიტომ sidekick-ს ავიღებ. კარგი, შემოვიდა მისტიკი. Road escape-ზე skin twist-ად გადაიქცევა. არ გააქცევია. კარგი, მე მაქვს 2 რეკრუტი, 1 შეტევა, 1 რეკრუტი და 1 შეტევა. სამწუხაროდ ვერც ვერ ვაკეთებ. შემდეგ მე მაქვს
Reckoning sequence, მაგრამ 3-ზე ვერ ავდივარ, 2-იანი და 3-იანი მხოლოდ შესაბამისად ეს არის 2 რეკრუტი, ანუ გამოვიდა 5 რეკრუტი და 2, 3, 4 შეტევა. 5 რეკრუტი და 4 შეტევა. რაღაცა ვეებს ვეკლავ. ხო, რა ვიცი, ანუ იდეაში ამის მოკლას შემიძლია ვცადო, უბრალოდ ერთი ვერზეკი აქვს მხოლოდ. მიდი. ერთი ვერზეკი აქვს, მხოლოდ მაგრამ KO one of your heroes. კი ბატონო, შემიძლია ერთი გადავაგდო რა თუ რამე. აი, მიდი. სხვა ვარიანტი მე მგონი, მაგრამ არა, ერთი ემატება იქ, 4-ზე გადის მაგით, სხვა ვარიანტი. რა გაგემართლოს? ხო ხედავ. ხედავ. KO one of your heroes. One of my heroes gets KO'd. I'll KO this one. და მე მაქვს 5 რეკრუტი, 5 რეკრუტად ავიყვან ამ ბარათს. KO you berserk. As you can see. KO berserk. გაიგოს ეს. რაოდის? შემდეგი შემოდის ფერალი. ფერალს არაფერი უჭირს. ორი შეტევა მაქვს და ნახულობ ზედავარაც. კაია. ამას ვთამაშებ draw a card. მე მაქვს 4 ფული, ნახავ ზედავარაც. ვიყიდი, იმიტომ რომ ყვითელი ბარათი მაქვს. რომელიც ამაღებინებს ერთ ბარათს. მე მაქვს 3 შეტევა. უნდი და 1 ფული. 3 შეტევით მე მოვკლავ ფერალს. აუ, ვეც რაკ ფელზე? უაჭვარ უნდა ვცადო, ხო? სხვა შანსი არ მაქვს. მეც. Berserk-ია უბრალოდ. Failზე აქვს KO non-grey hero from the discard pile. არაფერი უჭირს. ყავს non-grey hero? რომელიც იყიდა ისა? არა უშოთ, კაცო. რატომ უნდა ცადო ტყილა? გაიცეს ბლობი, რა პრობლემაა? აფეს არ შვება, გასაუბრებელი ბლობი. გაიცეს. აი, სტაბედის მეასედია. ცდი. Berserk. შეხედე? აია. ბატონო, აჰა. რეკრუტად შვები რამე ეს? რეკრუტად ერთი მქონდა დარჩენილი, ამით ის ვიყიდე. ოკეი. მაშინ პლანიაში და შემოდის. მე მაქვს 2 რეკრუტი, 1 შეტევა და ეს არის 0 და 1, ანუ 2-ზე ავიდა reckoning sequence. ამის ზედაბარად შემიძლია ვნახო. იგივეს. 2 შეტევა, 3 შეტევა, 5 შეტევა. 5 შეტევით მოკლავ აგერ Mystics. ეს KO-ებს კარტს მომენტ. კარტს თუ Heroes. Heroes. რამდენი შეტევაზე ადიხარ? მითხარი და მაგის მიხედვით ან Mystics მოკლავ და ან იმას. ორწაი. მე ის შემიძლია 1 Heroes, 1 Blobs უეჭველი ვკლავ, იმიტომ რომ ის ამაქვს, Piercing Energy მაქვს. აი, მაშინ რა ის ვინც KO-ებს იმას მოკლავ. მაშინაც მოკლავ. ზედაბარათს დავადისკარდებ და მე ერთ დავაქეივებ. 2 რეკრუტი გამომდიოდა, 2 რეკრუტად ვიყიდი ისე ფანტომექს. ისე ფსაილოკი შემოდის და შენთვის შემოდის Master Strike-ი, რომელიც გვეუბნება რომ უნდა ქონდეს უფრო დიდი reckoning sequence ვიდრე აქვს Romulus. Romulus აქვს 1. უფრო დიდი 2 მაქვს. არ ვიცი მომცა ის. შენადანი გაქვს? 3, 4, მეც 2 მაქვს. ანუ 10 მე არ ვიღებ. კარგი. მე მოიცა 6 ბარათი არ უნდა ყოფილიყო აღებული? თუ და მე 7 უნდა ყოფილიყო. კარგი. მე მაქვს 1 ფული, 1 შეტევა. 2 ფული, 4 ფული. მე მაქვს კიდე 2 ფული, არა, 3 ფული. 5 ფული, ნახავ ზედაბარათს. ვიყიდი რატომაც არა. ოკეი, მე კარტს ავიღებ აგის გამო. მაქვს 4 ფული კიდევ, მაქვს 2 piercing energy weight ავტომატურად მომაკლოვინეს ამას. სამწუხაროდ. უი, 2 წამი შემიძლია ის მოკლა. ვი. მისტიკი. იმის მოკლას არ ჭირდება X-Men-ის თამაში, ამის მოკლას ჭირდება X-Men-ის თამაში. ან მოკლა მაინც ეგ ხო? ანუ მე გეუნები მოცემულობას და შენ გადაწყვეტე რომელი გიჩემნი. მაშინ ამას მოკლავ.
და მაქვს ორი შეტევა. მაქვს 4 ფული დარჩენილი. 4 ფულად მე ვიყიდი აბას ისევ, რატომაც არა, ანუ კაი იმას მიშევა. კაია. Juggernaut embushe each player KOs 2 heroes from their discard pile. მე discard pile არა მაქვს სამწუხაროდ. ნონგერი ხო არ არის? არა აქვს მნიშვნელობა. მაშინ არა უშავს. კიდევ. ეს ორი იყოს. სამი რეკრუტი. შემდეგ ეს ფანტომექსი რომელიც მაძლევს 64-ზე ორი შეტევას. ეს არის შეიძლება რა თქმა უნდა ნახო და შემიძლია დავადისკარდო. გეს დავადისკარდებ. ორი შეტევა, 4 შეტევა და ვიქონებ სეკვენსი მაძლევს კიდევ ორ შეტევას პლუს 1, ანუ 2, 3, 4, 5, 6 შეტევა გამოდის სულ. 6 შეტევით შემიძლია მოკლა ჯაგერნაუტი ან მისტიკი. ერთიდან მეორე არ აქვს შეიძლება რომ ეს უბრალოდ მოკლა ჯაგერნაუტს. ეს შეტევა და შესაბამისად სამ რეკრუტით შევიძენ gain a wound if you do berserk. აი იყოს საილოქს ავიღებ. ეს ბარათი შემოვიდა და skin twist მოდის. skin twist მე მაქვს შესაბამისად შენ შემოვიდა? შენთან შემოვიდა, ხო? ხო. მე მაქვს ბლობი და აგერ. შევიდა მატრიალი ერთი. მე ორ skin twist-ი დამოაკლა და მესამე. ფერალი მოდის, დისკარტი ყო რა ყავს. ეს თორნი და ფერალი თუ შემოყავს შემოვიდა. ახლა პრობლემებია. პირველ რიგში ნახავ ზედაბარათს, დავადისკარდებ. მერე ავიღებ ზედაბარათს. ავიღე კიდევ ბარათს და მაქვს ჯამში 5 შეტევა და 2 ფული და უნდი. 5 შეტევით ამას ბერზერკი. ამის მოკლა შემიძლია. რა, всё. ორი ფულად გინდა რამე? კი, საიდკიკი, ამოვცვლი. კიდე ერთი ფერალი შემოვიდა. მე მეგონი ვერავის ვერ მოკლა მოსვლაზე. ორიანტ და სამიანტ აქ მეძლევა მე ორი შეტევა, აქ მეძლევა ორი რეკრუტი, 5 რეკრუტი და 1 უნდი, 5 რეკრუტი და 1 უნდი მაქვს, მეტი არაფერი სამწუხაროდ. შეტევები რამდენი გაქვს? მხოლოდ 2. ამიტომ მოდი ეს მოვიყვანოთ. ნუ Meros osteogenesis. შეიძლება skin-twist-ი ამოვიდეთ. ეს გაიქცა, escapes არაფერი არ აქვს, თუმცა ერთი კარტა დავაქეიოთ. I guess ხუთიანი, ის ხუთიანი არ არის, მაგ კი ბატონო. დავაქეიოთ. ჩემსვარი? კი. მე მაქვს 1, 2 წამი. 2 შეტევა, ბერზერკი. საფუხაროა. 3 შეტევა მაქვს. და 5 შეტევა და 2 ფული. 5 შეტევით მე მოვკლავ, მოდი. ფერალი არ მინდა მოვკლავ მე. ამას მოვკლავ და ბერზერკს გავაკეთებ ერთ წელს. კი ბატონო. მოკვდა. რომელიც დაბერზერკდა ის კარტი აიღო, ეგეუნება. ავიღო? კარგი. ეს ბერზერკი არ შეშობა. ეს მაღებინებს ბარათს. და ერთი piercing energy გაქვს. ერთი piercing energy რა ვქნა? ვერაფერი. ხო. მერე ეს ნახულობ ზედაბარათს და მოდი შეიძლება არ დავაბერზერკო? მე თქო. არ დავაბერზერკებ. всё.
რამეს კეთილობდი? ვერა, საერთოდ გისაგებ. კლანიაში და შემოდის. კაი, ეს ბარათი რო ითამაშო, მე 7 ბარათი უნდა ამეღო და ეს ბარათი უნდა დამედო თავზედ, ამიტომ მოდი ჩვენ დავდოთ ეს ბარათი აქ. ეს ბარათი დავდოთ აქ. მერე ეს ბარათი რომ ვითამაშო, ერთი ბარათი უნდა შემოვდო აი აქ. ამიტომ ეს ბარათი შემოვდოთ აი აქ. ეს არის 2 შეტევა და ვეფაინგ სეკვენსი მაქვს 1-იანი და 2-იანი, ანუ 2. ეს არის 4 შეტევა. ეს მეუბნება რომ 5 შეტევა და 1 რეკრუტი გაქვს. ეს მეუბნება რომ 2 შეტევა გაქვს და ბერსერკი გააკეთეო. და ბერსერკი ვიცი რომ 1 შეტევა, შესაბამისად 3 შეტევა გახდა ეს 3, 4 პლუს 4, 8 და ესენი ორივე არის 2-2, ანუ 12 შეტევა. 12 შეტევით გირჩევ რომ გაასუფთავო ქალაქი. რა თქმა უნდა გიჩავიდინოთ. კარგი, აქ რამდენზე არის ეს 5-6? ეს ორი შემიძლია მოკლა მე ჩემსვლაზე. კი ბატონო. შეიძლება დანარჩენები გაასუფთავო. ფერარებს ვერ მოკლა მე ვერანაირად. მე მაქვს 12, ხო? აი, მოკლათ მისტიკი მოკლათ. იგი 1. ჩამოვედით 7-ზე. ამას დავარტყამ. 1 რეკრუტია უეჭველი ვიცი. მეორე რეკრუტია. შესაბამისად ესეც მოკლა. მე ყვითელი ბარათი არა მაქვს. კიდე ფერალი მოგცე? კი, მე რამოდენიმე ყვითელი ბარათი მაქვს. და დამჩა 5, 3, 4 შეტევა კიდე დამჩა, მაგრამ აქ უეჭველი 2 შეტევა ამ გარემოთებში იქნება. ამიტომ აქ ფერალს არ დავარტყამ. და იაში და შემიძლია მოკლა ასევე. იაშიდასაც მოკლავ, ზედა ბარათს დავადისკარდებ და ერთ ბარათს აქედან დავაქეიო. აგერ მიბრძანით. დავბრძანდებით ესეც მოკლა. რეკრუტერი მქონდა 1, 2, 3. კაი, მოდი ამ პლანეს ავიღებ და ჩემი შტომით მორჩა ისე ფანტომექსი შემოვიდა და აქ შემოდის Master Strike. აი რა. Master Strike აქვს სულ 2. 0. 0 ვერ გექნება, 1 მას გექნება. აი 1 მაქვს მაშინ. 1 აი. მე მაქვს 2, 3 მაქვს ზუსტად. 2, 3, 4 მაქვს. შესაბამისად მე უნც არ ვიღებ. აი, მე ავიღებ ბარათს. მე მაქვს 2 პლუს 1, იმიტომ რომ ეს უთამაშე. და შემიძლია ეს მოკლა. ბატონო. weapon sequence არ მაინტერესებს სამისი. და ნახულებ მაგას. ვითელზე draw a card. No problem. მე მაქვს 3 ფული და 3 შეტევა და ვუნდი. Okay. ეს შევა რომ 2 berserk გაქვს. Fails a KO non-grey hero. That you berserk. from your discard pile. That you this was fine. მაცადე. არ მინდა, არა. სამფულად აი მაქვს, მაგრამ ისე მე მგონი მაგნაი არ მაქვს აღიდი. მაგნა აფერ არ ჩათვის კაი. ეს მინდა მხოლოდ მაგედან, ამიტომ ამას ავიღებ. Sidekicks. Freezing გაშულა. კარგი, შემოდის. ჯაგერნაუტი და 2 კარტი უნდა დავაქეიოთ. 2 ჰირო უნდა დავაქეიოთ. არ მაქვს. მე მაქვს აკრას 2 აღარ. კარგი. ესე იგი 1 შეტევა, 1 რეკრუტი 1 შეტევა. მერე weapon sequence მაქვს 3 და ეს ბარათი მეუბნება რომ თუ 3-ზე ახვედიო ერთი კარტი აიღეო. 2 შეტევა, 3, 4 რეკრუტი. შემდეგ 3 შეტევა კიდე, ანუ 5 შეტევა და შემდეგ თვალზე ერთი კარტი უნდა ავიღო და 5 შეტევა, 6 შეტევა და პლუს 3 კიდე 9 შეტევაზე ავედი. 9 შეტევით რავი. ამის თქმა შემიძლია? არა, რა თქმა უნდა. არა, მაგ პლუს 1 მაინც არის. რა ვიცი, უნდა მოკლათ ჯაგერნაუტი, ისევე. რატომ არა? ჯაგერნაუტი მოგდა.
და მაქვს 4 რეკრუტი. 4 რეკრუტად. ყველაფერი ცუდია, გეუბნები. ფოტომექსი იყიდე რა. ფოტომექსი აღარ მინდა, მე ერთ ფოტომექსი მაქსეთი მაქვს და ერთ ფოტომექსი მეორე არ მინდა. ერთ მოჯბარდი მაქვს რა. ეს შემოვიდა. კაი არა. ეს ჯერ სამბარაც 4-იანი დაიჭირა. 5-იანი ვერ დაიჭირა. 7-იანი ვერ დაიჭირა. აუ, მაგი არ გადაჭეხო. მაგრამ დასის ბოლოს მიდის. მაგი უარესია. ბატონო. ეს დაიჭირა. აი რა. მე აქვს 2 ფული და 1 შეტევა. 4 ფული, ნახულობა ზედაბარაც. ვიყიდი რატოაც არა, აი, უფასო არის, რა ვიცი, უბრალოდ ბარაც ავიღებ. მე მაქვს 3 ვიქტორი პოინტის, 1 დავარტყამ ამას. ესენ სად მიდის მე? ერთი მოვიდა შენთან. როგორ ამასაც გინდა მეც მიდის. ამას ავუყარ მე თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. უკან მიდრება. მერე ეს მერე მაქვს მე კიდევ 1 2 3 4 5 შეტევა. 5 შეტევად მოდი მე ამას დავარტყამ. 2 მოვკალი ფერალი. გინდა მაგ შენ? არა. ოკეი, მაშინ მოვჭი მე. სამფულად ამას ავიყვან. Sabertooth's fights each player reveals X-Men hero and gains a wound. Sabertooth. X-Men hero. ორი წამი. არა, ემბუშე რა, fights-ი. კი ბატონო, კარგი, მე შემილია რა ვქნათ ახლა. აქ მაქვს 0-ია, ანუ 3 რეკრუტი. 1 არის ეგ კონსეკვენცია, ანუ პრინციპში 2-ია 0 და 1, ანუ 2 შეტევა არის ეგ. Prostovat მე უნდა ამეღო 7 კარტი და ერთი უნდა ამედო თავზე, ამიტომ ასე გამოდის. მოკლედ 2 შეტევა. შემდეგ კიდე 2 შეტევა და ბუნდის აღებას არ ვაპირებ. კიდე 2 შეტევა, იმიტომ რომ ვიფასეკვენსი მაგდენია, შესაბამისად 6 შეტევა აღმოდის აქ. და ამითი ესა 2 რეკრუტი და ზედა კარტა შემიძლია ვნახო და თუ შევიძენ კარტს ავიღებ. ნახმული, რატომ არ უნდა შეიძინო? უბრალოდ რატო არა? იმიტომ რომ ყუთებად ყიდვა მინდა, არ მინდა მის ყიდვა. მოკლედ, 6 შეტევა მაქვს, შენ ყავს ხელში X-Men-ის? არა, მაგრამ არა უშავს, უნდა ავიღებ არა. აი, მაშინ ამას დავარტყამ, ეს რამდენი X-Men სეკვენსი? 3, 4, 5, 6, 6 არის, ხო? კი. კაი, 6 თუ არის მაგას მე ვიყიდი 4-იანს. და ნახოთ რა მოვიდა 3-იანი. ანუ 2-ზე ავიდა ახლა. ესე იგი არის 4. მე მაგ 6 შეტევა. შესაბამისად 1 დავარტყამ. და 1 ყვითელს მე წავავიყვან. ამით შემეშვა მორჩება. შემოდის Skinless Man-ი, რომელიც Bystanders იჭერს, შენ ყავს Bystanders-ი დაჭერილი? მაშინ თუ არ ყავს დექიდან იჭერს. იბატონო. გუნდი ვერ დავაქეე რა კარტები. 2 შეტევა Berserk-ი. არაფერი. მერე აუ ისე 2 წამი არა უშავს ახლა რაც არის. 2 შეტევა, ზედაბარაც ვნახავ. კი ბატონო იყოს. 6 შეტევა, ფული, უნდი. შენ გაქვს X-Men hero ხელში? ნუ. შენ მე X-Men hero ყავს სულ. მე თან ყავს ახლა, მაგრამ რა. მაშინ ამას მოყვლავ. და მოგცემ ამას შენ. ოკეი. და всё. ის რამდენიანია? Weapon X sequence-ი, მაგი 5-იანი. ეს იყო 4, ამაში ვერ მოკლა მაგას. არა, კაი. всё. Skim Twist-ი შეესწავლე. კი ბატონო, მოვატრიალე. Skim Twist-ი ვერ წავაგეთ, შანსი არ აქვს. მე დავარ დავაგეთ. ერთი Skim Twist-ია გამოსული სულ. ანუ რამდენი დარჩა კიდე დასტაში? 5. კარტები იცლება. შესაბამისად რავი, ხომას. ძალიან მარდებას დავაგებთ. კლანი აშიდა. და ერთხელ რა გვჭირდა ნაწამი? აპექსამო რომულუსი. გაგიჭირდება, არა გვაქვს. არა მაქვს მე შეტევები საერთოდ და შენ ქარასაც უთავებ ყოველ წამში ერთხელ.
აი, კარტები ვერ გავასრულთავე, მაგია პრობლემა რეალურად. მოკლედ 7 კარტი უნდა ამეღო და ერთ კარტს უნდა დავდოთ თავზე და ეს იქნება ბერსერკერი ამაგდა დავდოთ თავისთავად. აი, ну, სამწუხაროდ სამიანი ძალიან მოგვით, მაგრამ სეკვენსს ვერ დავაწყო ნორმალურად. აი, მოკლედ, ეს არის ერთი რეკორდი, ერთი შეტევა. მე არა მაქვს უფრო სეკვენსი კარგად, ორიანი მაქვს მაქსიმუმ, შესაბამისად ეს ორი რეკორდია და კარგად ვერ ვიღებ. ეს რო ვითამაშო, ამას დავდებ თავზე, ამიტომ მაქვს ახლა ორი შეტევა და ვეფრენგ სეკვენსი კიდე 2, 4 შეტევა და 3 რეკორდი. შემდეგ ეს არის some შეტევა და ეგ ვარაძე you may KO one of your cards that has the same cost as any of your other cards. კიდე ერთი ფულიანი გააქვს? არა. სამწუხაროდ არა. კაი და ეს არის კიდე ერთი რეკორდი და ერთი შეტევა. კაი, მოკლედ გამოდის 4 რეკორდი, ერთი შეტევა, 5 შეტევა, პლუს კიდე 3 შეტევა, 8 შეტევა. რა შეგიძლია ეს დააქეიო? არ მიდამატებთ. აი, 8 შეტევით შემიძლია მოკლა ეს სხვა რა არც არაფერი. უნდა იზრდება ამხილავს, ეს მოკლა და when you rescue one, make KO one of your heroes. Discard pile-იდან შემიძლია. Discard pile-ში არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს, აჰა. 4 რეკორდი მქონდა. ხო რა, წვანე მინდა რა. ბერსერკებზე ავეწყო თორე ეფშ ვაშვებით. სკიმი. აჰა. მოიყვანე კიდე სკიმ თვისტი. თავდებ, კიდე სკიმ თვისტი. შვედი მოემერი შემოდის. აი. Draw a card. კი ბატონო. No problemo. მაქვს ერთი შეტევა და ერთი ფული. 3, 5 ფული, ნახავ ზედაბარაც. არ ვიყიდი, შედაგიტოვებ ამას. როგორ ჩინდა? და ამას ავიღებ მე. შეტევა არ ქონდა, ხო? კი კაცო, ჯერ არ მინთამაში ნახევარვარათები. მოგეშინი მამაშენ. მიდი მაშინ. მაქვს 4 შეტევა, 5 შეტევა. X-Men ბარათი გაქვს შენ? ხელში? Nope. რომ მოკლა? შეიძლება? მოგალი. ხო. უნდი აი. მადლობთ. არა. Всё. აი. იაში და შემოდის. ზედაბარად ნახავ. დავადისკარდებ. ზედაბარად ნახავ. დავადისკარდებ. ხო, გონახოთ. აღება არ შემიძლია რაც ის. რავი, უბრალოდ შემდეგ აი, ნუ ეს შეტევა იქნება, მაგრამ დავაბერსერკებ და ხა და ესა 5 შეტევა. მე ბერზერს გავაკეთებ კიდე. და ეს არის 5, 7 და 8 შეტევა და ეგ შეიძლება დააქეიო და აი, აჰა, მეორეჯერ ამოვიდო და ქეოს ვარიანტი დავაქეიოე. 8 შეტევა, 9, 10 შეტევა და 1 რეკორდი. აი ეხლა ნახოთ, აქ არის 2, ანუ 11 წელს არის ის, იმას ვერ ვეკარებ. აი, ესე იგი, მაშინ რა შემიძლია? ესაა 5. ბატონო, ამას მოკლავ. ზედაბარად ვნახავ. ყვითელი. Rescue bystander. და ეს მოკლა, ესაა 5 და კიდე ამასაც მოკლავ. ზედაბარად დავადისკარდებ და რამის ყდა შეგიძლია? აბსოლუტურად არ შემიძლია. რა ქვია, წავიდა და აკეიოი, შემიძლია მოჩა. ჰენჩმენი ამოდის ახლა მეგონი. კაი, მე მაქვს 4 ფული. ამოაბრუნებ ამ ბარათს ვიყიდი. შემდეგ ავიღებ მაგის გამო ბარათს. მერე ვითამაშებ მე ამ ბარათს, ავიღებ ბარათს.
ვითამაშებ მე ეს კაი შეტევებს აგროვებს. Weapon sequence X, რომელიც იქნება 1 2 3 4 შეტევა, 6 შეტევა, პლუს 3 pierce და 2 ფული, არა, 4 ფული. კარგი. მე ჩემი pierce-ით მოვკლავ ამ ორს. მაინდა. ზედა ორ ბარას დავადისკარდებ და KO დისკარდიდან. და დავაქეიოებ დისკარდიდან ორივეს. შემდეგ ეს მეუბნება რომ თუ ითამაშებ ორს იგივე კლასის ბარაზან, სულზეო შეგიძლია დავაქეიოო და დავაქეიოებ. ბატონო. всё. ეგ იყო ჩემი სნა. კარგი, ისე პლანიაში და შემოდის. მე მაქვს ძალიან ცუდი ხელი მაქვს, რას ვიზამთ, 0-იანი და 1-იანი ეს არის 2 შეტევა. ესეც არის 2 შეტევა. ესეც არის 2 შეტევა და ზედა ბარას ვნახულობ. დავადისკარდო თუ არა, არ დავადისკარდებ. და ესეც არის 2 შეტევა. 2, 4, 6, 8 შეტევა და 1 რეკრუტი. ის არა ქვია. ეგ არის ცუდი ხელი შენი. ცუდი ხელი, აბა 8 შეტევა რა არის? 8 შეტევა მთელი თამაში არ მქონია. აფიში 8 შეტევა. აი, მოკლედ რა შვებით, რომ ეს შვებით. მოკალი ის მაინც. ამას მოკლავ, დავადისკარდებ ეს ბარაც და ამას დავაქეივებ. ამოვაბრუნე? ისე პლანიაში. ვითამაშებ ამას, ეს დავაბერსერკებინებს, რომელიც იქნება აბსოლუტურად არაფერი. შემდეგ ვითამაშებ ამას, რომელიც დავაბერსერკებინებს, რომელიც იქნება აბსოლუტურად არაფერი. მე ვითამაშებ ამას, რომელიც იქნება 2 ბარათის, არა, 1 ბარათის ნახვა. ვიყიდი, რომელიც ამაღებინებს შემდეგ ბარათს. მაქვს 3 pierce, 5 შეტევა და 1 ვუნდი. აბსოლუტურად ვერ აღწევშები ამის მოკვლის გარეშე. გარდა. ვარდისკარდებ ამას და ვაქეიოებ ამას. ვაფშე ვერ აღწევშები. კარგია. აი. 1 რეკრუტი მაქვს. ეს არის 0-იანი, 1-იანი, 2-იანი მაქვს, შესაბამისად ესაა 3 შეტევა. ესაა 3 მოიცა. ეს არის 2 შეტევა, ეს არის 3 შეტევა, 2 შეტევა და შემილია დავაქეიო ვუნდი და მე დავაბერსერკო. 2 შეტევა. ერთი პლუს 2 და 1 პლუს 1. ესე იგი 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. მიდი. ეს არის 3 შეტევა, იმიტომ რომ 0-იანი, 1-იანი, 2-იანი მაქვს. 3 შეტევა ესაა. ესაა 2 შეტევა, ესაა 5. ესაა კიდე 5, ანუ 12 შეტევა. ესაა 15 შეტევა და ესაა 3 რეკრუტი და კიდე კარტის აღება. და ეს კიდე 18 შეტევა. შეგიძლია მოკლა. მოკალი, მიდი. უნდა მოკლა. ვარიანტი რა ვაკრო არაფერი. ყიდვა შეგიძლია რამის? რო მეორე ჯერ დაარტყა იქ. მეორე დავარტყა 18 შეტევა მაქვს და მე პლუს 1 ყველა ვარიანტი შემატება. აი, და. Bite of Muramasa Blade. Fights each other player reveals the 3 cards with different adjacent costs. Adjacent? ანუ 2 3 4 0 1 2 1 2 3. არა. აშო გონდი. აი, დავარტყათ ამას, დავადისკარდოთ. არა, მაგას დავარტყავ, აი გაკეთდა გადავალ. კარგად იყო, ხალხი დავუტყო. მე მაქვს 4 რეკრუტი, 4 რეკრუტად შევიძენ. მოდი ახლა მას შევიძენ აგერ და ჩემი შეგამით მორჩება. ამოვაბრუნე. twist-ი. twist-ი ამოვაბრუნე. დავდე. ახლა დანჩენ twist-ები იქნება. twist-ი. ამოვაბრუნე.
Twist, არა twist-ი. მისტიკი. კარგი. Wolverine Berserk-ი. 3 კიდე ერთი შეტევა. ეს შეხებია? ეს შეხება ამას ერთად? არა. კარგი. შემდეგ ორი შეტევა Berserk-ი. ეგ არის +3 შეტევა, +4. ამებს აგერ დავდებ რამდენი შეტევები იქნება პლუსი. მე ესე კიდე ორი შეტევა Berserk-ი. მე ეს draw a card და piercing enemy energy ერთი შეტევა კიდევ 3 შეტევა. კარგი, ეს არის 3 +4 ან 3+9 არის მხოლოდ აქ და აქ არის 1 2 4. ამას ვურტყამ. 13 შეტევა ქონდა და ამას აქვს 11. ეს არის anoint on a point albert. Appoint an heir to take my place in anoint area. If he is not the last tactic, a hero from the HQ that costs 6 or more ascends to become an additional mastermind with attack equal to its printed cost and only these abilities. Fight, choose a player to gain this as a hero. ანუ 6-იანი ადის და ხდება ახალი mastermind-ი, რომელსაც აქვს ესეთი ძალა. Choose a player to gain a hero, ანუ 6-4 აქვს რეალურად masterminds. და მასეს რა თუ ამოვა ამასობაში each player discards a card of this hero class or gains a wound. აი ეს შენი არ რომ აქ იყოს რომ გავახსენდეს. ანუ ორი mastermind იყოს ახლა ამ წუთში. კარგი. და ამით შემიძლია ეს მოკლა. კიდევ კარგი. всё, ეგ ხო შემისვლა. შემოდის საიბერი. Cybersack ambush-ი, არა, ორი Berserk-ი აქვს უბრალოდ. და მე ყვითელ ანტეკვარებს თუ არა მოვატრიალებ, თუ არა მაქვს ნათამაშები, ბილედებში შედის ისე უკან. კარგი, მოკლედ, ეს რო ვითამაშო, ერთგვარად უნდა დავდო დასარგებელ დაცის თავზე. და მოდი მე Berserk-ი კი მაქვს ერთი, მაგრამ აი, ამას დავდე დასარგებელ დაცის თავზე და ეს არის ეს ამიან დავდებ, 3-იან დავდებ, ხო? 3-იანები მაქვს სულხეში და 1-იანი, რა უბედურება. აი, მოკლედ, ეს დავდე და კონსეკვენცია აქვს 1, ანუ 3 შეტევა ეს არის, 4 შეტევა ეს არის, 6 შეტევა ეს არის, 8 შეტევა ეს არის და Berserk-ი შემიძლია გავაკეთო და 10 შეტევაზე ავიდეთ და 2 რეკორდი. კარგი. 2 წამი რამდენი აქვს იმას? ამას აქვს 5. არა, ამას 11 აქვს. მაგას რეკორდი აქვს. 10 შეტევა მაქვს, 10 შეტევით მე ამას მოვკლავ. 2 წამი, მამა. შეხედე? თუ რანერი რეკრუტი გაქვს? 2. თუ იყიდი ამას შეიძლება გაგიმართო 3-იანი ამოვიდეს და ამის მოკლაც ეს მოკლა. ოღონდ სერიოზულად შეხედე მხოლოდ 2-იანი და 3-იანია. ცადე მაინც. რა მიდის? სადაც? რა მიდის შენი? აუ. უარესი გავხადე. სიტუაცია. გავმარცხებ ამას და ჩემისვლა ამით მორჩება. რამდენი აქვს Cybers? კარგი, მე მაქვს 1 ფული, 2 ფული, 3 ფული, 5 ფული, ნახულობ ზედაბარათს, ყიდულობ. ბარათს აღება. მაქვს 3 ცალი piercing energy ვკლავ ამას. მე ვიღებ ბარათს, რომელიც აღებინებს კიდევ ერთ ბარათს და კიდევ ერთ piercing energy მაქვს. მაქვს 1 ფული და მე შემიძლია ამ რაღაცა ვქნა. ამ 1 piercing energy ეს მოკლა. დავაცხადო ეს. და დავაქეიო ეს და შემდეგ მე მაქვს ზუსტად 5 ფული დარჩენილი და ამის დაქეიოება შემიძლია. всё. კარგი, skim twist-ი. შენ მაინც გაქვს მხოლოდ ერთი. მე ეს უნდა მოვატრიალო ახლა აქ.
Master Strike. მეოთხე Master Strike-ია. ამას ვერ ავწდები ახლა 3-4-5-ია. სამიანი ოჯველი არა მაქვს, ამიტომ ვონდი მეკუთვნის. ორი წამი. მე მაინც ნახავ. ხო არა. ვონდი. ესა 2 შეტევა. ესა 4 შეტევა. ესა 6 შეტევა. ესა ბერსერკი, რომელიც აძლევს კიდე 2 შეტევას, ანუ 8 შეტევა სულ. უთებრად მაგათ თამაშებს შესაძლოა ეს მოკვდა. ანუ ჰიქიროს, აჰა. მე ეს მიქეიოვდა და მორჩა ამით. ამოაბრუნე. 2 რეკორდით შევიძენ არის sidekicks. ამოაბრუნე სკემთვისი. ამოატრიალე საბრიტუთი. 2 ფული მაქვს, ნახავ ამ ბარათს, ვიყიდი. ავიღე ბარათს. 2 ფული მაქვს კიდე. ამოაბრუნე კიდევ ამ ბარათს, ვერ ვიყიდი, დავაბრუნე უკან. შემდეგ მე მაქვს 2 შეტევა, ნახავ ზედაბარათს, დავალისხარდებ. 4 შეტევა, ნახავ ზედაბარათს, დავალისხარდებ. მე დავაბერზერკებ. კიდევ 2 შეტევა, 6 შეტევა. შემდეგ მე მაქვს სამი piercing energy. 2 შეტევა კიდევ და კიდევ 1 შეტევა. კარგი, მე მაქვს 6 8 9 შეტევა. რომელსაც აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვაკეთებ. და ამითი ვკლავ იმას. Skin twisting. ბარათები მაქვს, რომელებიც ერთად თუ ამომივიდა, ეგრევე მოკრავს იმას და ერთღერაც არ ამომივიდა. ძალიან კარგი. ულტიმატუმი შემოდის. მოიცა, რა ბარათია დარჩენილი? ცოტა. 6 თუ არ დარჩენილი წავაგეთ. Ambush, each player discards a non-great hero. I'll discard სამიანი. ამას ამჭირდება. შემდეგ ეს რომ ვითამაშო, ერთმანეთს უნდა შემოვდო თავზე. მე შემოვდებ თავზე სავარაუდოდ აგერ ამას, ეს არის 2 შეტევა, ეს არის 4 შეტევა. და ეს არის 3 რეკორდი, 4 შეტევა, ვებშოშები 3 რეკორდად. რა მეიყიდე? ასე ვებშოშები კარგად ემდებოდა სულ. ამოაბრუნე სკემთვისი. ამოაბრუნე კიდე სკემთვისი. ამოაბრუნე კიდე სკემთვისი. რამდენია მართლა? დაეთვალე მე რამდენია დარჩენილი? 6 თუ არ წავაგეთ. მეხუთე Master Strike-ია, რომელიც სკემთვისია. და პლუს კიდე ვუნს იღებ თუ კი არა უეჭველი, იმიტომ რომ 3-ია აქაც. აი, ანუ ესეც დავდე და კიდე იჩეხება? სკემთვის კიდე ამატრიალ. კიდე. ბოდი გამოვსე კიდე. კიდე? კიდე? ნახოთ. ეს once per game-იო. ხო, აქ უნდა ითოს. გაგვიმართლა. არ ვიცი მაგას, ამ დღეს გამართლება გვია. 2 ბარათს ავიღებ. ბარათს ავიღებ. 0 1 2 3 შეტევა. კიდევ 3 piercing-ი, აი მე მგონი, არა 2 დაჟე, 1 ფული და 1 ვუნდი. მე მაქვს, მე შემიძლია გავუკეთო აბსოლუტურად არაფერი. 3 piercing energy აქვს და წითელი არის ეს, რომელიც გეუბნებოდ discard-ებში ნახოთ წითელი ბარათი. ნუ მაინც არაფერს ვერ ვაკეთებ. 6 აქვს იმას. მას? ხო. ხო. ასეთ მაინც მეტი აქვს. всё. მორჩა? ხო. იბოთო.
კარგი თუ მორჩი, მაშინ მე მაქვს ერთიანი, რომელიც კონსეკვენცია, რომელიც მეუბნება რომ ერთიანი, ორიანი, სამიანი, ოთხიანი, ხუთიანი მაქვს. ანუ ეს ბარათი არის 5 შეტევა. შემდეგ ეს ბარათი არის 5 რეკრუტი, რომელიც მაღებებს ბარათს. ეს ბარათიც არის 5 რეკრუტი, რომელიც მაღებებს ბარათს. შემდეგ კარგი, შემდეგ. მე ვნახავთ ხა ეს. შემიძლია დაბარათ ვნახო. არ დავადისკარდებ, შემდეგ კიდევ ერთ ბარათს ვთამაშებ, რომელიც მაბერსეკებიებს და ეს არის +2 შეტევა. შემდეგ ეს ბარათი კიდევ 2 შეტევაა და მაბერსეკებიებს ამას და არაფერს ამადებს ეს, ამიტომ ეს დავადისკარდე. შემდეგ ეს არის უბრალოდ 2 შეტევა და ეს არის 1 შეტევას პლუს 5 შეტევა, ანუ 6 შეტევა ეს არის და შემიძლია დავაქეიო ერთი კარტი, რომელიც იგივე ღირებულებისაა და არ მინდა ვარგოთ. 6 შეტევა არის ეს ბარათი. ეს ბარათი არის 2 შეტევა. შემდეგ ეს არის 4 შეტევა, ანუ ეს 12 შეტევა, ეს არის 14 შეტევა, ეს არის 14 პლუს 5 19 შეტევა და ეს არის პლუს 2 21 შეტევა სულ. რა რეკრუტი გაქვს? 10 რეკრუტი. 10 რაღაცები იყიდე რომ ამას დააკლო ფული. ვიყიდოთ 5-იანი. ახლა რა მოდის? 4-იანი. ანუ 2-ზე ავიდა, ანუ 11-ზე ავიდა. რამდენი მქონდა მე? 22 ხო მქონდა? ესე იგი 2 შემიძლია დავარტყო. კი დავარტყი მედი. ძალიან კარგი. იმედო. ერთხელ დავარტყოთ. If this is not the last tactic, reveal the top 2 cards of the villain deck, play a master strike or skim twist from among them, putting the rest back in the order. წავაკეთ. არა, მშობა, რამდენია დარჩენილი? აქ უნდა დადგეს 4 ბარათი. რატო უნდა წავაგოთ? აუ, დამავიწყე როგორ მოქმედება და skim twist-ი. Skim twist-ი მუშაობს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, ერთი ბარათია მოვატრიალე. შემდეგ ჩავჭერ. კიდე ერთი ბარათი მოვატრიალე. ჩავჭერ. ერთი ბარათი მოვატრიალე. იგივე ნაირად მოიცავდა ხაკეთა მეყოლე. იგივე. всё. მაგი იმდო იზამაშო. ახლა დარჩა ყველა skim twist-ი. ეხლა შენ გადასატრიალებელი დარჩა რამე? კი, მაგრამ 2 ეს რა გადაატრიალებ მაგას და შემდეგ უკვე წამოვა აქ. და მე 2 სვლა გექნება და მორჩა. კი ბატონო. ეს ერთი დათმა იყო, ოღონდ? მეორეც, ბატონო. მეორეც დავარტყათ. ეს არის fights, you get plus recruit და plus attack equal to the Romulus equal to the attack Romulus is gaining from the weapon sequence. Weapon sequence-დან იღებს 2-ს. ანუ კიდევ 2 რეკრუტი ავიღე, ანუ 7 რეკრუტზე ავედი. აი, ავიღე 4-იანს. აი, იყოს კიდე ეს. არა, 4-იანს მე ვერ ავიღებ, 3-იანი შემიძლია ავიღო მაქსიმუმ. 3-იანი არ მინდა. 2-იანი არის. 2-იანი, 3-იანი, 4-იანი ამას უძლის სიცოცხლეს. ნუ ეს უნდა ვიყიდო. 6-იანი არ აუშვებს. აი, skim twist-ი რეალურად შენ ორ კარტს გადააგდებ და მე უკვე შემოდის. აი, უბრალოდ ამას როგორც გადავარ. მორჩი. კარგი. მე ვითამაშებ ამ ნაირს. 2 შეტევა ბერზერკი. 2 შეტევა კიდევ ბერზერკი. მერე დრო კარდი და ერთი piercing energy. დრო კარდი და კიდევ ერთი piercing energy. და მე მაქვს ჯამში დავიქე 2 piercing energy, რომელიც რაში არაფერს გამოვიყენებ. და 2, 3, 4, 7 პლუს 5, 12 შეტევა. ეგ არის პლუს 2, 11 ვულტან ბოლოს. და მოკვდა. კი ბატონო. მოკლედ რომულუსი დამასდა.
ერთი სვლა შენ დაგჭირდა, ერთი სვლა მე დაგჭირდა, ერთი სვლა ორ სვლაში უნდა მოგვიგო რა. პრინციპში ორ სვლაში სულ ადრე მოვიგით. იმიტომ რომ აქ ყველას კიმთვის იყო დარჩენილი. კი ბატონო, მოდი ახლა დავითვალოთ ქულები და დაგიმუნდებით თუნდაც. ესე იგი 50 ქულას დავაგროვე მე, 36 მოგროვა დაჩი. ამითი Weapon X-ის Marvel Legendary სეტი დასრულებულია. დამარცხებულია სამივე Mastermind-ი. პირველი შედარებით მარტივად, პრინციპში ალბათ იმიტომ რომ ორი ჰენჩმენი ჯგუფი თამაშობდით. მეორეზეც გავიჭირდა ბოლო რამდენი სამბარად იყო დარჩენილი და მესამეზეც პრინციპში ორი სვლა ჰქონდა დარჩენილი რომ დავამთავრე თამაში. ეგ იყო სულ. კიდე თუ გამოვა, თქვა უნდა ახალი Legendary სეტები. ისევ დაგიბრუნდებით ამ სერიებით და გამოიწვიეთ ჩვენი არხი. ყურეთ სხვა ვიდეოებსაც, მოგწერეთ თქვენი სურვილების შესახებ და ითამაშეთ ნეტვორკინგი.